ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი და მე-19 საუკუნის უნიკალური ღვინის მარანი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში მდებარეობს. ეს სოფელი წარსულში თავად ჭავჭავაძეების საკუთრებას წარმოადგენდა. წინანდელ ჭავჭავაძეთა ოჯახი კახეთში მე-18 საუკუნეში დაფუძნდა და მოგვიანებით მათ საფეოდალოს სწორედ წინანდალში ჩაეყარა საფუძველი. აქ თავის სასახლეში ცხოვრობდა გარსევან ჭავჭავაძე, რომელიც მსახურობდა ქართულ კახეთის მეფის ერეკლე მეორის კარზე მანდა ტურთუხუცესად. მაშა სადამე შინაგან საქმეთა მინისტრად და საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი გახოლდათ რუსეთის საიმპერატორო კარზე. ამ დიპლომატიური თანამდებობიდან გამომდინარე გარსევან ჭავჭავაძემ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში და 1793 წლის 24 ივლისს ხელი მოაწერა გეორგიევსკის ტრაქტატს ივანე ბაგრატიონთან ერთად ქართლ-კახეთის სამეფოს სახელით. მისი წინანდლისეული სასახლის შესახებ დღეისათვის მწირი ინფორმაცია არსებობს. ცნობილია მხოლოდ რომ სასახლე დღევანდელი წინანდლის ბაღის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობდა. მეფე ერეკლემ გარსევანს დიდი მამული უბოძა ცივ გომბორის მთიდან კავკასიონის მთების სამხრეთ კალთამდე. წინანდლის მამული მემკვიდრეობით მის ერთადერთ ვაჟს, ქართული რომანტიზმის ერთ-ერთ ფუძემდებელს, პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს ალექსანდრე ჭავჭავაძეს ერგო, რომელიც საიმპერატორო კარზე იზრდებოდა და ეკატერინე მეორისა და ალექსანდრე პირველის ნათლული იყო. 1818 წელს ალექსანდრე ჭავჭავაძემ წამოიწყო ახალი სასახლის მშენებლობა, რაც დიდი ძალის სტუმრიანობით იყო განპირობებული. ცხადი გახდა, რომ სასახლე მეტად ტევადი უნდა გამხდარიყო. 1831 წელს წინანდალში მშვენიერი ბაღით გარშემორტყმული დიდი სასახლის სრულყოფილი სახით წარმოუდგა სტუმრებს. სწორედ ამ ახალი სახლის მხილველმა ვახტანგ ორბელიანმა მას უძღვნა ლექსი ორი შენობა, რომელშიც ავტორი გარსევან ჭავჭავაძის ძველი სასახლისა და ალექსანდრეს ახალი სასახლის შედარებას ახდენს. ორ შენობას ავხედავ თვალწინ, რა გათენდება. ერთში მათგანში ჩანს სიცოცხლე და მოძრაობა. ვითა საფლავი გაყინული არის, მეორე არ აქვს მის წიაღს კაცთ სიცოცხლის ნიშანი მცირე. ახალ დროით ტურფად ნაგებია ერთი შენობა, მგზავრად მიმავლის თვალს იზიდავს მისი შვენება. წალკოტი ყვავის მშვენიერად მის კედელთ გარე, ზურმუხტმდელოთი მოსილია იმისი არე, გარეთ და შიგნით მის კედელი არის მორთული, როგორც რომ სასძლოთ მშვენიერი ტურფა ასული, მაგრამ მის კედელს ამ დროით ნაშენს მის კირსა და ქვას, ვის სუსტს ასულსა არც ძალი და არც ღონე აქვს. და თუ ოდესმე მის კედელნი დაინგრევიან, შთენნი კი მისნი საუკუნოდ მთლად დარჩება მისი საუკუნოდ ქვეყნად ხსენება, მაგრამ დიდ წარსულს მომავალიც დიდი ექნება. მას აქვს წარსული დიდი, გრძელი და ისტორია, იმის წარსული მის კედლებზედ სისხლით წერია. ალექსანდრე ჭავჭავაძეს მეტად მრავალრიცხოვანი და ცნობილი ოჯახი ჰყავდა. მისი ოჯახი მოიცავდა 4 შვილს, 14 შვილიშვილსა და 31 შვილთაშვილს. უფროსი ქალიშვილი ნინო ჭავჭავაძე ცნობილი რუსი დიპლომატისა და პოეტის ალექსანდრე გრიბოედოვის მეუღლე იყო. მეორე ეკატერინე ჭავჭავაძე სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის დავით დადიანის მეუღლე და სამეგრელოს უკანასკნელი დედოფალი იყო. ალექსანდრეს ვაჟი დავითი რუსეთის საიმპერატორო სამხედრო სამსახურში გენერალ-მაიორი გახდა. მისი მეუღლე ანა ბაგრატიონ გრუზინსკაია საქართველოს უკანასკნელი მეფის გიორგი მე-12-ის შვილიშვილი გახლდათ. ალექსანდრეს უმცროსი ქალიშვილი სოფიო ჭავჭავაძე ცოლად გაჰყვა კავკასიის სასწავლო ოლქის უფროს ბარონ ალექსანდრე ნიკოლაის. მე-19 საუკუნეში წინანდალში იკრიბებოდნენ ქართული საზოგადოების წარჩინებული წარმომადგენლები. სასახლეს ასევე სტუმრობდნენ რუსი და უცხოელი დიპლომატები და ხელოვანები. წინანდლის სასახლე მე-19 საუკუნის კულტურულ კერას წარმოადგენდა. ალექსანდრე ჭავჭავაძე მე-19 საუკუნის 30-იან წლებში პირველად საქართველოს ისტორიაში წინანდალში ბოთლში ჩამოასხა ევროპული წესით დამზადებული ქართული ღვინო, რის შემდეგაც საქართველოში ევროპულად დამზადებული ღვინის წარმოებას ჩაეყარა.
ჩაეყარა საფუძველი. წინანდალში გამართა ღვინის საცავი, სადაც თავისივე წარმოებულ ღვინოებთან ერთად უნიკალური ევროპული ღვინის კოლექცია შეაგროვა. ამ საცავის ღირებულებას წარმოადგენს მასში არსებული კლიმატისა და ტენიანობის იდეალური პირობები ღვინის დაძველებისა და შენახვისათვის. მე-19 საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს, 1888 წელს, წინანდლის მამულის საუფლისწულო მამულების საკუთრებაში გადასვლის შემდეგ აქვე დიდი ღვინის ქარხანა აშენდა და აღნიშნული საცავი საგრძნობლად გაიზარდა. დღესდღეობით ღვინის საცავში დაცული კოლექცია 16500-მდე ბოთლს მოიცავს. მათ შორის ინახება 1814 წლის პოლონური თაფლის უნიკალური ბოთლები. კოლექციაში ასევე ინახება 1841 წელს ალექსანდრეს მიერ ბოთლში პირველად ჩამოსხმული ღვინო საფერავი. 1854 წელს წინანდლის მამულებს შამილის რაზმი შემოესია. სასახლე დაარბიეს და გადაწვეს. ტყვე დაიყვანეს დავით ჭავჭავაძის ოჯახი და ნათესავები, სულ 24 ადამიანი. შამილმა ტყვეების გათავისუფლების სანაცვლოდ შვილის ჯემალ ედდინის გათავისუფლება და მილიონი მანეთი მოითხოვა. მოლაპარაკების შედეგად თანხა 40,000 მანეთამდე შემცირდა. ოჯახის გამოსასყიდად დავით ჭავჭავაძემ სოფლები წინანდალი, მუკუზანი და ნაფარეული დააკირავა. 1886 წელს დავით ჭავჭავაძე იძულებული გახდა წინანდალი გაეყიდა და ეს მამული რუსეთის საუფლისწულო მამულების დეპარტამენტის მფლობელობაში გადავიდა. ამავე პერიოდიდან წინანდლის მამულების დიდი რეკონსტრუქცია იწყება. სარეკონსტრუქციო სამუშაოებს სათავეში ცნობილი რუსი არქიტექტორი ალექსანდრე ოზეროვი ჩაუდგა, ხოლო 1887 წელს პარკის გადაკეთება შვედ ბოტანიკოს არნოლდ რეგელს დაუკვეთეს. ამგვარად წინანდლის ჭავჭავაძისეული მამული რომანოვების საზაფხულო რეზიდენციად გადაკეთდა. ალექსანდრე ჭავჭავაძის სასახლემ რამდენიმეჯერ განიცადა სახეცვლილება. ცნობილია, რომ ალექსანდრეს პირველადი სასახლე მოიცავდა 28 საძინებელსა და რამდენიმე სალონს. სასახლე ფართე აივნებით იყო გარშემორტყმული. მისი შიდა ინტერიერი ევროპულ სტილზე იყო მოწყობილი, რაც იმ დროისათვის უდიდეს იშვიათობას წარმოადგენდა. რაც სასახლე საიმპერატორო საუფლისწულო მამულების მფლობელობაში გადავიდა, სასახლეში დიდი რეკონსტრუქცია დაიწყო. არქიტექტორი ალექსანდრე ოზეროვი, რომელიც რეკონსტრუქციას ხელმძღვანელობდა, საქართველოში სახელმოხვეჭილი ხუროთმოძღვარი გახლდათ, ვინაიდან მას არაერთი შენობა აქვს აშენებული თბილისში, ღვინის პირველი ქარხანა მელიქიშვილის ქუჩაზე, თეატრალური ინსტიტუტის შენობა რუსთაველის გამზირზე და სხვა. მნიშვნელოვანია, რომ ალექსანდრე ოზეროვმა შენობის გენერალური რეკონსტრუქციისას ალექსანდრესეულის სასახლის კედელი ჩართო. გასაბჭოების შემდეგ წინანდლის მამულები საბჭოთა ხელისუფლების ხელში გადავიდა და ალექსანდრე ჭავჭავაძის სასახლეში ღვინის ქარხნის სასტუმრო განთავსდა. 1946 წლის 1 აგვისტოს კი გიორგი ლეონიძის თაოსნობით შენობაში ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი გაიხსნა. 1983 წლისათვის მუზეუმმა კიდევ ერთი რეკონსტრუქცია განიცადა, შედეგად შენობამ ახალი საბჭოთა სტილის ელფერი შეიძინა. 2007 წელს მუზეუმში მოხდა კაპიტალური რეკონსტრუქცია. შენობა გათავისუფლდა საბჭოთა დროის ჩანართებისაგან, მიუახლოვდა ოზეროვის დროინდელ სასახლეს, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა ალექსანდრესეული აუთენტური კედლების ხილვა. წინანდლის ბაღი დღეს 12 ჰექტარზეა გადაჭიმული, თუმცა ალექსანდრეს დროს იგი გაცილებით დიდ ფართობს წარმოადგენდა. გადმოცემით ალექსანდრემ ევროპული დეკორატორები მოიწვია და ენერგიასა და ფულს არ ზოგავდა მის დასახვეწად. სწორედ ამიტომ მას არაერთი ლექსი მიუძღვნა, მათგან ერთი კი გამორჩეულად ჟღერს. თავს დახარისვით ვაჟკაცის სატრფოს სურათს, ალექსანდრე ჭავჭავაძის ბინასდარი, ზამთარშიაც ყვავილების ბაღში ცურავს, საქართველოს მკერდის მძივი წინანდალი. წინანდლის პარკი უნიკალურად ითვლება არამხოლოდ მრავალფეროვანი დასავლური, აღმოსავლური და ამერიკული წარმოშობის ეგზოტიკური ჯიშების მცენარეთა სიმრავლის გამო, არამედ თავად პარკის დაგეგმარების თვალსაზრისითაც. წინანდლის ბაღის თავისებურებას ქმნის არამხოლოდ ადამიანის ხელთქმნილ გარემოში სივრცის წინასწარ გათვლილი წყობა და განლაგება, როგორც მაგალითად ვერსალის ბაღია, არამედ უფრო ველური ბუნებრიობის და დეკორატორის მიერ შექმნილი ლანდშაფტების ორგანული სინთეზი.
ანუ ევროპული პარკებისგან განსხვავებით, წინანდლის ბაღი უფრო თავისუფალი დაგეგმარების პრინციპითაა შექმნილი. ზოგიერთი სპეციალისტი მას ინგლისურ პარკებს ადარებს, როგორიცაა რიჩმონდის პარკი, პარკი კიუ და სხვა. წინანდალში მდებარე ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი საქართველოს ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის გამორჩეული ძეგლია, რომელსაც აღფრთოვანებაში მოყავს როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ტურისტები, თავისი სილამაზითა თუ სისადავესთან შერწყმული დახვეწილობით, რომელიც ერთგვარად დიდებულ იერს ძენს მას.